მესალმე ჩვენს ტელემაყურებელს. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში და ბუნებრივია საუბარს დავიწყოთ ბოლო 2 დღის მოვლენებით პარლამენტში და გუშინდელი განცხადებით. ოპოზიცია ამ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ითხოვს ბერაიას გადადგომას, ცნობილია მმართველი ძალის პოზიცია, თქვი კიდეც მისალმებაში, თქვენ თქვით, რომ ის არ აპირებს და არავინ არ აპირებს გადადგომას. მოდით დავიწყოთ იმით, რატომ? იმიტომ რომ იგივე თეონა აქუბარდიამ დღეს ის თქვა, რომ ის მიმართავს სასამართლოს სახალხო დამცველს, რომ დაადგინოს სექსუალური შევიწროვების ფაქტი, ანუ აპირებს რომ სხვა ორგანოებსაც მიმართოს. როგორ ხედავთ ბერაიას საქმიანობის გაგრძელებას მის თანამდებობაზე? უბრალოდ ყოველისა რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, თქვენც აღნიშნეთ, რომ ბატონმა ირაკლიმ თავადაც ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი სინანული გამოთქვა და ვფიქრობ, რომ თქვი კიდევაც, რომ მე მგონი დასაფასებელი არის, როდესაც ამაზე გვაქვს საუბარი, ვინაიდან სამწუხაროდ არსებული მოწვევის პარლამენტი აქვს ეს გარკვეული გამოწვევა ამ პარლამენტს, რომ ხშირად არის ხოლმე გარკვეული შეხლა-შემოხლა პარლამენტში, მათ შორის ვერბალური. და მე ოპოზიციასაც მიმართ დღეს, რომ განსაკუთრებით აქ გამოირჩევა ოპოზიცია. დღესაც, აი დღეს, როდესაც გქონდა დღის დასაწყისში სხდომა, როცა დაიწყო მიკროფონების მიღმა, ისეთი ტერმინოლოგია ისმოდა ოპოზიციის მხრიდან და მათ შორის ქალი ოპოზიციონერების მხრიდან, რომელსაც მე თვითონ აპროტესტებენ ხო სხვის მხრიდან. ამიტომ ეს არის გარკვეული გამოწვევა ჩვენს პარლამენტში და თუ გვინდა რომ ეს გამოწვევა არ იყოს, უპირველეს ყოვლისა ორი რამეა მნიშვნელოვანი. ერთი რომ ყველამ პასუხისმგებლობით მოიკიდოს თავის ქცევას და სიტყვებს და მეორე ჩვენ არ განვასხვავოთ ჩვენიანი და სხვისიანი, არამედ თანაბარი საზომით მივუდგეთ ამ ყველაფერს და შევახსენე მე კიდევაც ოპოზიციონერ ქალებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ, მაშინ როდესაც ჩვენთან იმყოფებოდა კულტურის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი, გახსოვთ მაშინ რა აკადრეს ქალ მინისტრს, გამოვიდნენ პლაკატით, და აი ამ პლაკატით ხელში, რომელზეც ხა ყველამ ნახა რაც ეწერა ზედ, ეხლა კი უნდათ ამას პოლიტიკური პერიფრაზი მისცემა, იქ რაც ეწერა, ის ეწერა ზუსტად, სიტყვა სიტყვით რაც ეწერა და ქალს როცა გაუშლია აი ესეთ პლაკატს, მე მგონი ცოტათი მაინც უნდა ქონდეს ადამიანის სინანულის გრძნობა და ნული სინანული იყო ამაზე, საერთოდ არაფერი დღესაც მათ შორის ამართლებდნენ ამ ქცევას. ამიტომ არის რომ მე სხვა დროსაც ვთქვი რომ ზოგადად ეს დაძაბული ვითარება რა თქმა უნდა შემდეგ წარმოშობს სხვა დაძაბულობებს და ამიტომ მნიშვნელოვანი არის ყველამ როდესაც სხვის თვალში ხედავთ ბედს საკუთარ თვალშიც დავინახოთ ეს დინეს სამწუხაროდ ამას ვერ ხედავთ და მეორე რაც შეეხება თანამდებობიდან გადადგომას აი აქ კი ნამდვილად ფარისეულურები იყვნენ ვფიქრობ ოპოზიციის წარმომადგენლები და ჩანდა რომ მათ სინამდვილეში პრობლემას ისინი ხედავენ არა იმას რომ რაღაც ეთიკური სტანდარტი შეიძლება დაირღვა და ასე შემდეგ და ადამიანებს შორის ურთიერთობებისთვის რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი და არავის არ სიამოვნებს ახლა ზოგადად დაძაბული სიტუაცია და მათ შორის ადამიანებთან რომელთანაც ერთ დარბაზში ვიმყოფებით ხომ მაგრამ აი ეს კონცენტრირება ასე ვთქვათ თანამდებობაზე გადადგომა არ გადადგომაზე ზუსტად ამას აჩვენებს სინამდვილეში მათ არა ეთიკური რაღაც საკითხები ადარდებთ არამედ ადარდებთ ვიღაცების თანამდებობები და ასე შემდეგ. ბატონო შავა, თუმცა მე მაინც მინდა კითხო, თქვენ პასუხისმგებლობაც ახსენეთ საუბარში და საუბრობდით ძირითადად ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე და მოიყვანეთ კონკრეტული ინციდენტები, რომელიც შესაძლოა არ იყო მოსაწონი, მაგრამ ეს როგორ ვთქვა, გამორიცხავს იმას, რომ ბერაიას მხრიდანაც იყო ძალიან შეურაცხყოფელი განცხადებები და ასევე ვთქვათ, როდესაც სტანდარტს თხოვთ ოპოზიციას, უნდა იყოს თუ არა პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებელი, ასე ვთქვათ, უფრო ხელისუფლება, ანუ პასუხისმგებლობა არის თუ არა ხელისუფლების უფრო მეტი რომ მსგავსი განცხადებებით არ წააქეზოს, თუნდაც მერე ოპონენტების მხრიდან ვთქვათ რაღაცა შეურაცხყოფელი განცხადებები ასევე. თავისთავად და სწორედ კულტურის ნაწილი არის ის, რომ ინციდენტი შეიძლება მოხდეს და ის რომ ადამიანმა ამაზე სინანული უნდა გამოხატოს და ბოდიშით შეიძლება მოიხადოს. ამაზე არის საუბარი, ხო, საბოლოო ჯამში და მე სწორედ ამაზე მიუთით ოპოზიციას და კიდე გავიმეორებ, რომ ეს ინციდენტები როცა ხდება ოპოზიციის მხარეს, მათ არანაირი სინანული არ აქვთ. არა თუ სინანული, აი გუშინდელი შემთხვევის შემდეგ მას შემდეგ რაც აპროტესტებდნენ რომ თითქოს იმ აპროტესტებდნენ რომ შეურაცხყოფელი იყო მიმართვა ქალბატონი თეონას მიმართ დღეს აი ამ პროტესტის ფონზე თავად შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვა დეპუტატებს, კაც დეპუტატებს ამ შემთხვევაში უმრავლესობის მხრიდან, ქალი დეპუტატები ოპოზიციიდან ისეთი სიტყვებით, რომელიც ეთერშიც არ გამეორდება. ასე რომ ცოტა არ იყოს და ფარისეულობა ამაში ჩანს. როგორ შეიძლება რომ ერთის მხრივ აპროტესტებდნენ საჯაროდ კეთდება, რა თქმა უნდა, გეთახმებით. რა თქმა უნდა, არა, საჯაროდ პარლამენტის ხდომა იყო საჯაროდ პარლამენტის ხდომაზე საჯაროდ
კამერების თანდასწრებით. Რა თქმა უნდა, ეს მიკროფონში არ ხდებოდა, შეიძლება არ დაფიქსირდა ასე საჯაროდ მიკროფონის მეშვეობით, მაგრამ ყველასხო გვესმოდა ეს ყველაფერი, არა? და მათ შორის იქაც მიუთითე და არც არაფერი რეაქცია არ ქონდათ. ამიტომ მე მესმის, მე ერთი რამე არის, არავინ არაფერში არ უნდა გაამართლოს და არავინ არაფერი არ უნდა ზედმეტად დაამძიმოს. ის გამოწვევა რაც აქვს ამ პარლამენტს, სწორედ აი აქედან გამომდინარე, მე მგონი ამაში ყველამ უნდა საკუთარ გულში ჩაიხედოს და ნახავს პასუხს ყველა საკუთარ გულში, საბოლოო ჯამში. და ეს რაღაც თითის გაშვერები ადვილი არის და თითის გაშვერებს თუ წავალთ, მერწმუნეთ რომ უმრავლესობას უფრო მეტი აქვს თითი გასაშვერი ოპოზიციის მხარეს ასეთ დროს. და ანუ ბატონშალა, ბოდიში მოიხადოს ოპოზიციამ, რომ ამბობთ, ესე იგი ბოდიში საკმარისი, იგივე ოპოზიციონერებმა ვთქვათ იმ ქმედებებზე, რომელიც თქვენ ესე არ მოგეწონათ, ბოდიში რომ მოეხადათ, ამოწურული იყო ვთქვათ იგივე წულუკიანთან მიმართებაში ინციდენტი? რა გითხრათ, სინანული ისეთი რამე არის, რომ ეს თავისთავად ადამიანს ააზრებინებს საკუთარი ქცევის სიმცდარეს და ამ შემდეგ ჯერზე უკვე ცდილობს რომ ასეთი რამ არ გააკეთოს ახლა. ანუ მისაღები იქნებოდა თქვენთვისაც ოპოზიციის ბოდიში, ვთქვათ იმ შემთხვევაში. გააზრება, აქ ბოდი აქ ხო ტერმინოლოგიაზე არ არის საუბარი და სიტყვებზე, აქ არის გააზრებაზე, უბრალოდ რომ არ შეიძლება და არათუ მაშინ არ გააცნობიერეს და იმის შემდეგ დღესაც გაიმეოროს იგივე რომ იგივეს გააკეთებენ ალბათ ხვალზე, იგივეს გააკეთებენ. არანაირი სინანული მათში არ არის, ვერც კი აცნობიერებენ, რა შეურაცხყოფას აყენებენ სხვას, რა სურათს დგამენ. მათ ხომ ეს იმისთვის გააკეთეს მაშინ ქალბატონ თეა როცა იყო რომ გადაღებული იყო ერთი ფოტო, ეს ფოტო გამწასულიყო ინტერნეტში და დარჩენილიყო ისტორიაში. აი ეს უნდათ მათ სწორედ ქალბატონი თეას თანდასწრებით. აი ეს არის სწორედ თუ კი არის რაიმე ქალის მიმართ დისკრიმინაციული ან მოპყრობა, რომელიც სწორედაც რომ მათ შორის ცუდი მაგალითი არის ახალგაზრდა ქალებისთვის, რომელსაც სურთ იყვნენ პოლიტიკაში, როდესაც აჩვენებენ ისე სურათს, რომ თითქოს ხალი პოლიტიკაში შეიძლება ნიშნავდეს სწორედ აი ასეთ ქცევას, რომელიც ჩვენ მაშინ ვიხილეთ. და თუნდაც დღესაც კაცი პოლიტიკაში არ უნდა ნიშნავდეს ქალების შეურაცხყოფას, ხო ხა დღეს ეს იყო ყველაზე ერთი რამეც არის, როცა ვსაუბრობთ ქალი და კაცზე, რა თქმა უნდა, ეს სიმძიმეს მატებს, როდესაც ამაზე გვაქვს საუბარი და ნუ სამწუხაროდ ასეა თუ ისეა, გარკვეული კლიშეები დამკვიდრებული არის მამაკაცების მიმართ, მაგრამ მე სწორედ ეს მაწუხებს და ეს საჯაროდაც უთხარი მე მაშინ ზუსტად ქალბატონ თეას ინციდენტთან დაკავშირებით, რომ ეს მაწუხებს, რომ ზოგიერთი ოპოზიციაში ქალი პოლიტიკოსი სწორედ აქეთკენ მიყავს საქმე, რომ ქალ პოლიტიკოსებს დაამკვიდრონ ის კლიშე, რომელიც შეიძლება მამაკაც პოლიტიკოსებზე არსებობდეს ან ზოგადად. ამიტომ ეს არის ცუდი მაგალითი უპირველეს ყოვლისა, რასაც ისინი აძლევენ. და ასეთი ინციდენტების პრევენციისთვის მაინც ხომ არ არის საჭირო ოპოზიცია ამბობს უფრო მკაცრი რეაგირება, რომ თქვა იგივენაირი რეაგირება იყოს მერე ოპონენტებზე. ანუ პოლიტიკური კულტურის შესაქმნელად აი ეს მინდა გკითხოთ, როგორი უნდა იყოს მართველი ძალის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი. ამის თქმა მინდა, იმიტომ კიდე გეუბნებით, მაინც ხელისუფლებაზე არის მეტი პასუხისმგებლობა. მე გუში ვთქვი, რომ ერთ შენიშვნა შეიძლება ჩემ თავზეც მიიღო, რომ ამ დროს დროულად შეიძლება მიკროფონი გავთიშო, თუმცა ერთიც უნდა ითქვას, რომ ყველას არ უსმენ გამოსვლის დროს და ახლა რეაგირება მყისიერი შეიძლება არ იყოს. მაგრამ მე ვთქვი, რომ კი ბატონო, ამას რომელიც დღეს ჰქონდათ ალეკო ელისაშვილზე, ის აპროტესტებდა დღეს, რომ ჩემზე ესეთი სწრაფი რეაგირება იყო და ვთქვათ გუშინ არა, იყო ამაზე საუბარი, იყო თორე დაგვიანებული თქვენი. როდესაც კონცენტრირებული ხარ რაღაც მომენტზე, რა თქმა უნდა, იქ რეაგირება არის. მე რისი თქმა მინდა, რომ აი მომავალში მოდი აი შევხედოთ, დავაკვირდეთ და როდესაც იქნება ასეთი გამოწვევები და შევეცდები რეაგირებას, აი მე ნახეთ, დაარქმევენ ამას თუ არა ცენზურას და გააპროტესტებენ თუ არა. მართველი ძალის დეპუტატების მიმართ თუ იქნება, ამას ითხოვს ოპოზიცია, თუ ოპოზიცია თავისთავად ამას თავისთავად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ის რაც ჩვენ გუშინ იყო ინციდენტი, ეს ყველაზე რა ვიცი მე, არაფერი ამაში განსაკუთრებული იმ დარბაზისთვის სამწუხაროდ არ არის. ტერმინოლოგიით ძალიან გამოირჩევა ასე ვთქვათ, კამათები ჩვენთან და მათ შორის კიდევ ერთხელ ხას უსვა, რომ სამწუხაროდ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებისგან განსაკუთრებით ისმის ესეთი აგრესიული ტერმინოლოგია დღესაც იყო ძირითადად ქალი დეპუტატები იყვნენ ჩართული, რომლებიც კიდევ ერთხელ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ თავის ოპონენტებს. ამიტომ ასეთი გარემო არის, მე კიდევ ერთხელ მე დღესაც ვცდილობდი, რომ ყველანაირად ხო არ არის გამოსავალი მაინც და მაინც ბოლომდე თითის გაშვერა და ვიღაც საბოლოო ჯამში იქით წაყვანა, რაც ძალიან უყვართო მე ხშირად, ვიღაცის ასე ვთქვათ, მოკვეთა და ასე შემდეგ, რაც
კიდევ ერთხელ რაღაც ერთ-ერთი ტრენდი არის ხოლმე ჩვენ საზოგადოებაში ეს გადმოსული გარედან. საერთო ჯამში გამოსავალი არის იმაში, რომ უნდა მოძებნოთ ის სივრცე, ანუ ისეთი მდგომარეობა უნდა იყოს, როდესაც შევძლეთ საქმიან ურთიერთობას. ხო და ამისათვის საჭიროა თუ არ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არ იყო თქვენ ხო ხალ დეპუტატებზე საუბრობთ, ბატონშავა როცა ოპონენტი არის ის, ამიტომ ვცდილობ მათი არგუმენტები მოვიყვანო და ოპოზიცია მუდმივად ამბობს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, თქვათ იგივე ქართული ოცნების მხრიდან გუშინ ასევე ვიხილეთ ალუდა უდუშაურსა და ანა წითლიძეს შორის დაპირისპირება, ხო, რომელიც საკმაოდ ესეთი სიტყვებით იყო ასევე შეურაცხყოფელი. ანუ გახშირდა ეს ფაქტები და თქვენ თავად ამბობთ, ხო, რომ ჩვეული ის გახდა. კამათი ერთია და აქ საუბარია უკვე შეურაცხყოფელ მასზე. კამათის გარეშე პარლამენტის ხდება წარმოუდგენელია. პრევენციისთვის, პოლიტიკური კულტურის დამყარებისთვის თუ არსებობს რაიმე ფორმა, რითიც შეიძლება რომ ვთქვათ, აი ასეთი ტიპის განცხადები არც ერთი მხრიდან აღარ განმეორდეს, რა თქმა უნდა. თავისთავად კიდევ ერთხელ ამიტომაც მე გუშინაც ვთქვი დღესაც ვამბობ, რომ აქ არ მინდა გავარჩიო, ვინ დაიწყო, ვინ მის რა უთხრა. ყველა ცოდავს ამ ხრივ, ამიტომ მნიშვნელოვანი არის პასუხისმგებლობით მივუდგეთ საკუთარ ქცევას, ერთი და მეორე ვიყოთ სამართლიანი ყველას მიმართ და ჩემით და სხვისით არ განვასხვაოთ ის დარბაზი და ნახავთ გვაჩვენებს მომავალი, რამდენად შეძლებენ პარლამენტის წევრები რომ ამ ფორმატში იმუშაონ. და ბოლო კითხვა მინდა ამ თემაზე თქვენ თქვით რომ სამართლიანი უნდა იყოს და იგივე სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება ნახავდით მოგიწოდათ პირადად თქვენ მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ რომლებმაც დღეს თავისუფლება მისცეს ასე მოქცეულიყვნენ რადგან თუ ეს არ გააკეთა მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს ანუ პრეზიდენტმა ჩათვალა რომ ეს პარლამენტის ასე ვთქვათ შეურაცხყოფაც იყო რას უპასუხებთ სალომე ზურაბიშვილს და გადაუხადა მას შემდეგ რაც მან კონსტიტუცია დაარღვია ეს დარღვევა არ აღიარა და პირიქით თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავს დაესხა პარლამენტს მათ შორის სექსისტური ტერმინოლოგიით ზუსტადაც მოიხსენია პარლამენტის მამაკაცი დეპუტატები ფიქრობ რომ მას არ აქვს ის მორალური ავტორიტეტი რომ პარლამენტს მიუთითოს რამე აი ამაზე ვსაუბრობდით სხვა დროსაც როცა ვამბობდით რომ უკვირდათ რომ პრეზიდენტი კი მაგრამ ეს ხომ არ არის რაღაც უფლებამოსილების გარეშე სიმბოლური სწორედ ეს სიმბოლოება ამაში გამოიხატება რომ უნდა პრეზიდენტს ჰქონდეს მორალური ავტორიტეტი სამწუხაროდ ქალბატონმა სალომემ საკუთარი ქცევით კონსტიტუციის დარღვევით და კონსტიტუციურ ორგანოებზე თავდასხმით ეს მორალური ავტორიტეტი დაკარგა ამიტომ ამ მოწოდებას ან მითითებას რამე რელევანტობა პარლამენტისთვის და ჩემთვის არ აქვს და რადგან ეს პრეზიდენტი ახსენეთ და მე ეს იმპიჩმენტის პროცედურა გაიხსენეთ უბრალოდ გამახსენდა მაშინ მართლ გუნცაც ადანაშაულებდნენ ინსტიტუტის უპატივცემულობაში როდესაც ფეხზე არ წამოდგა პარლამენტში არავინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი შემოვიდა იყო ეს ინსტიტუტის უპატივცემულობა ბატონშავა პარლამენტის მხრიდან არა ეს იყო უმრავლესობის სიმბოლური აქტი რომლითაც მან დაანახა რომ სალომე ზურაბიშვილი მისი მხრიდან არის იმპიჩმენტის ობიექტი და შესაბამისად ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს უმრავლესობის მხრიდან, როგორც საპარლამენტო, ისე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან. ეს პოლიტიკური აქტი იყო, ეს არ არის რაიმე ნაწილი, ასე ვთქვათ, საპარლამენტო რეგლამენტისა, ვთქვათ, ფეხზე წამოდგომა და ასე შემდეგ. ეს იყო პოლიტიკური აქტი სწორედ ამის ჩვენებისთვის, რომ უმრავლესობამ ჩამოართვა მისი ლეგიტიმაცია სალომე ზურაბიშვილს. ამიტომ აქ ხა განსაკუთრებული ისეთი არაფერი არ არის. ნუ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ამ ინსტიტუციურ დავაში მე მქონდა მანამდეც, რამდენჯერმე მქონდა ეს რჩევა, არ გაითვალისწინა მან სამწუხაროდ, რომ სადამ მივიდოდა საქმე აქამდე, რომ სასამართლო დაადგენა დარღვევას, მას თავად ეღიარებინა და ეთქვა, რომ აღარ დაარღვევდა, სამწუხაროდ ის ამ რჩევას არ მიიღო. კარგით, რადგან პრეზიდენტი ვახსენეთ, ყოფილ პრეზიდენტზეც კითხავთ და შემდეგ უკვე მინდა სხვა თემებზე გადავიდე. ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე იაგო ხვიჩია გირჩიდან, ითხოვენ სააკაშვილის მონახულებას ვივამედის კლინიკაში, მოგმართეს თქვენ პირადად და ისინი ამბობენ, რომ თქვენ მათ არაძლევთ ამის უფლებას, რატომ, როდის მოგმართეს და რო განგვიმარტოთ, რატომ არ ეძლევა, თქვა იგივე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ვთქვათ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება, რომელიც ამბობს, რომ მას თავის ლიდერთან ალბათ გასაუბრება სურს. იმიტომ რომ არ არსებობს ამის საჭიროება და არანაირი უფლება პარლამენტის წევრის უფლება არ არსებობს პეტიციურ დაწესებულებაში შესვლის, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომელიც მას შეუძლია მიანიჭოს რომელიმე პარლამენტის წევრს და მთავარი ამოცანა ამ დროს უპირველეს ყოვლისა არის პირობების გაცნობა მსჯავრდებულის მხრიდან საპატიმრო დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილის პირობები ყველა მიცის, რამიც ყოველდღე ხედავთ და ყველას მის ოჯახს, ექიმებს, სახალხო დამცველს, ადვოკატებს, ყველას აქვს ცნობა, ის არის ისტორიაში პირველი მსჯავრდებული საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელსაც მოხსნა ყოველგვარი რეკორდი
ვიზიტორების რაოდენობით და მე მგონი მსოფლიოშიც რეკორდსმენი იქნება ამ ხრივ თუ რამდენი ვიზიტორი ყავდა. და იცით რომ მე გარკვეული პერიოდია უკვე შესვლის ნებართვას აღარ ვანიჭებ პარლამენტის წევრებს, იმიტომ რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავ. ამ იანვრიდან ხო 2023 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა. დიახ, თუ არ ვწდები, დიახ, თითქმის 1 წელი არის. და ჩვენც ვნახეთ კიდევაც განცხადებები მიზანი და რაც რისთვისაც უნდათ მათ შესვლა, ეს არის პოლიტიკური კონსულტაციები. და ეს არ არის ამოცანა ამ უფლებით სარგებლობისა, რომ პოლიტიკური პაემნები გქონდეთ პოლიტიკურ ლიდერთან, აღარ შევალე ხა შინაარსში ვიზზე ვსაუბრობ. ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის დამნაშავეზე, რომელმაც დეპუტატი აცემინა სიკვდილამდე, რომელმაც ადამიანი რომ მოკლეს იმ მკვლელებს ხელსაფარებდა გირგვლიანის სკოლებას გულისხმობ ადამიანი რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის პასპორტი დახია პირდაპირ იმისთვის რომ სხვაგან კარიერა გაეკეთებინა ადამიანი რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ორგანიზებულად შემოიყვანეს საქართველოში აქ არეულობის მოსაწყობად ადგილობრივი თვითმმართველობის წინ ადგილარჩევნების წინ ამ ადამიანზე ვსაუბროთ ამ დავფიქრდეთ ვიზე გვაქვს საუბარი საერთოდ და საუბარი რომ ის რომ არსებობს ადამიანების ჯგუფი რომელიც თავს ეძახის პარტიას ნაციონალურ მოძრაობა და რომელიც ამბობენ რომ მათ ლიდერად აღიქვამენ სისხლის სამართლის დამნაშავეს რომელმაც საქართველოს პასპორტი ნაციონალური მოძრაობის ხო მიხეილ სააკაშვილიანი ხო რა ვიცი შეიძლება იყოს დამფუძნებელი მაგრამ კიდევ ერთხელ ადამიანი რომელიც არის სისხლის სამართლის დამნაშავე რომელსაც დახია საქართველოს პასპორტი და რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულად იქნა შემოყვანილი საქართველოში ასეთ ადამიანზე ვსაუბრობთ რა პოლიტიკაში მონაწილეობაზე და კონსულტაციაზე აქვს მათ საუბარი აი ამ მორალურ მხარეს რომ შევხედოთ თუნდაც ამიტომაც ერთი რომ არანაირი საჭიროება არ არსებობს და მეორე არანაირი მიზანი ასეთი ვიზიტებისა არ არის პოლიტიკური კონსულტაცია. მოგმართათ მხოლოდ ლევან ხაბეშვილმა და იაგო ხვიჩი ამ ჩვენაც ვიცით საჯაროდ თინა ბოკუჩავას შუალედში იყო ხოლმე მომართვები ანუ კიდევ მას შემდეგ რაც ნებართვებს აღარ ვანიჭებ შუალედში პერიოდულად იყო ხოლმე მომართვები და ყოველ ჯერზე იყო უარი ჩემი მხრიდან ასეც გაგზავნება. თუ არ ვწდები ზაფხულში იყო ბოლოს მომართვა მაგრამ ეს პოზიცია იცოდა ნაციონალურ მოძრაობა, მათ შორის მათთან პირად საუბრებშიც მე არაერთხელ მithქვამს, რამდენჯერმე ზეპირათაც მომმართავთ, ხო არ შემიცვლია აზრი ამასთან დაკავშირებით. ყოველ ჯერზე უდასტურებ და კიდევ ერთხელ დაუდასტურებ, რომ არ ვაპირებ მივანიჭო ამის უფლება. მათი ნება არის ისინი ასაპირებენ ამის გაპროტესტებას თუ არ გაპროტესტებას. კი ბატონო, თქვენ თქვით, რომ უხერხულობას არასამუშაო გარემოს შეუქმნით პარლამენტის თავმჯდომარესო. რა მოსატანია ჩემი არასამუშაო გარემო, არასაქმიანი გარემო, ისინი თლიან ქვეყანას საქართველოს უქმნიან არასაქმიან გარემოს, ასე რომ როგორმე ამ არასაქმიან გარემოსაც ავიტანთ რამენერად. მოკლედ არაპირებთ ამ ნებართვების გაცემას, გადაწყვეტილებას არც ვით. კარგით. კიდევ ერთი საკითხი, რასაც ხმაური მოყვა ბოლო დღეებში, ეს ეხება კანდიდატის სტატუსის ერთგვარ საბოტაჟს. ჯერ მოვისმინეთ ხათუნა სამნიძის და ხატია დეკანოიძის განცხადებები, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი კარსმღმა არწმუნებს პარტნიორებს, რომ საქართველოს სტატუსს არ იმსახურებს და გადევადებას ითხოვენ, რასაც რა რეაქცია მოყვა უკვე ვიხილეთ, ამიტომ ამაში აღარ მინდა შესვლა და თავად ხატია დეკანოიძეც იყო ამ გადაცემის სტუმარი სწორედ იმ დღეს და ვსაუბრობდით აი თავდასხმებზე, რაც მათზე მოხდა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ერთი თემა წამოიწია, რომ არასამთავრობო სექტორის ნაწილიც ეწევა თითქოს ერთგვარ საბოტაჟს. ანუ რას ეფუძნება თქვენი ეს ბრალდებები წამოვიდა ქართული ოცნების მხრიდან? ეს ეფუძნება ჩვენ წელიწად ნახევრიან გამოცდილებას, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ხედავთ, ვართ მომსწრენი ამისი, გვესმის ამის შესახებ. ამ ყველაფრის მაგალითი გვაქვს. დავიწყოთ ჩარშან, როდესაც განაცხადი გავაკეთეთ ევროკავშირში წევრობაზე, გაიხსენეთ მაშინ რა პროცესი იყო, როგორც გახსოვთ, მივიღეთ ჩვენ კითხვარი, რომელიც უნდა შეგვეფსო, როგორც ქვეყანას და აგვესწერა და აი თუ გაიხსენებთ აი მაშინ დაიწყო პირველი ასე თქვა პანიკა ატეხა მათ შორის რამდენიმე NGO-მ და ოპოზიციამ რომ ეს კითხვარი გასაჯაროვდეს ყველამ ერთად შევავსოთ ხელისუფლება ტყუილებს ჩაწერს იქ პასუხებში და ამ ტყუილებით მე კარგად შეგვაფასებენ და არა რეალურად შეგვაფასებენ და აი ესეც პანიკაზე იყო საუბარი არც ერთ ქვეყანაში არავის ოპოზიციას თუ NGO სექტორს ასეთი რამე არ უკადრია არც ერთ ქვეყანაში. ჩვენთან ეს პანიკა გადავიტანეთ, კითხვარით შევავსეთ და კარგადაც შეფასდა ეს კითხვარი საბოლოო ჯამში. შემდეგ ვნახეთ ჩვენ რომ იმ დროს, როდესაც გამოცხადდა რომ კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციას არ იძლეოდა ევროკომისია და პირველი რეკომენდაცია რაც იყო საერთო ჯამში იყო დეპოლარიზაცია, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწყო აქცია პარლამენტის წინ და დაემუქრა პარლამენტს, რომ თუ ჩვენ არ გადავაყენებდით მთავრობას და მათ არ მივცემდით ვეტოს უფლებას რამდენიმე NGO-ს ახალი მთავრობის დაკომპლექტებაში, ისინი წალეკავდნენ ყველაფერს. ამას დაგვემუქრა ჩვენ რამდენიმე NGO, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. და რომელიც წესით რო გკითხო, საჯაროდ ამბობენ, რომ
12 რეკომენდაცია შესასრულებელი და დეპოლარიზაცია და პირდაპირ პოლარიზაცია დაიწყეს პირველივე საღამოს აი ამ მომენტიდან. ხო, თუმცა თქვენი ოპონენტები ამ დროს ბატონო შალვა ამბობენ, რომ ხელისუფლების კრიტიკა გაიგივდა ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებთან. ანუ არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციას, ისინი ისედაც მუდმივად აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ანუ აქ ხო უცნაური არაფერი არ არის, მათი პირდაპირ ვალდებულება. ერთი არის კრიტიკა, მეორე არის საბოტაჟი. ხო, და ეს ზღვარი სად გადის, იმიტომ რომ ამაზე მუდმივად საუბრობენ თქვენი ოპონენტები, რომ გადის იქ, როცა არის საგნობრივი საუბარი, როდესაც არის რაღაცას მოიწონებენ, რაღაცას დაიწუნებენ და რაღაცა წინადადება ექნება. როცა არის რომ წავიდეს ხელისუფლება და მე უნდა ვიყო ხელისუფლება, ეს თქვა მაშინ რამდენიმე NGO თქვა ეს მაშინ ორგანიზაციებს, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია სახალხო არ აქვთ, თქვენს რომ ისინი უნდა ყოფილიყო არაფორმალური მართველები, მთავრობის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ეს თქვენს მაშინ რამდენიმე NGO. შემდეგ აი ეს იყო პროცესი, ჩვენ შეგვქონეთ სამუშაო ჯგუფები, ბოიკოტი ყველას მხრიდან რადიკალურ ოპოზიციას გულისხმობ, დღეს რომ ყველა ყელყელაობს და ერთმანეთზე თითიშვერაზე რო არიან გადასულები, ბოიკოტი მათი მხრიდან, მათ შორის რამდენიმე NGO-s მხრიდან ბოიკოტი იყო. ამ პროცესში მოგვიწია ჩვენ მუშაობა და რეკომენდაციებზე და 80-ზე მეტი კანონი მივიღეთ. ჩვენ თითქმის მარტო იქ რამდენიმე მონაწილეობდა პარტია შესასრულებლად რეკომენდაციების და ჩვენ ნახეთ ივნისში რომ ევროკომისიამ თქვა რომ 12-დან 3 რეკომენდაცია ქონდა შესრულებული და რა ვნახეთ რამდენიმე დღეში რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვა რომ 3 კი არა, 1 რეკომენდაცია გვაქვს თურმე შესრულებული. ესეც კი დაენანათ საკუთარი ქვეყნისთვის, რომ კი ბატონო თუ არ უმატებ რაღაცას, თუ არ წაუმატებ რაღაცას, ნუ რაღაცო აკლებ. ის ვინც უნდა შეგვაფასოს ჩვენ ევროკომისია ამბობს 3 თქვა მაშინ, ეხლა რა თქმა უნდა მეტი იქნება 3 და ის ვინც უნდა წესით იყოს ამ ქვეყნის პატრიოტი, აკლებს ქულებს. ნუ ეს ამაზე მეტი როგორ შეიძლება რამე იყოს კიდევ ფეხის დადება საკუთარი ქვეყნისთვის და რაც შეეხება ეხლა რომ ერთმანეთსკენ თიციშველი ყველა ეს ადამიანი, მათ შორის ქალბატონი ხათუნა სამიძე ზუსტად იმ კამპანიაში იყვნენ ჩართული. ბორელი როდესაც იყო ჩამოსული, ის რომ მაშინ შეხვედრა მან პირიქით კოლეგებს მოუწოდა რომ რაღაცებს მე მგონი ვერ იაზრებდა, რაღაცებს ვერ იაზრებდა. მხრიდან არის ეს თხოვნა რომ ერთიანი გზავნილი იყოსო და ის თვითონ მოუწოდებდა თავის კოლეგებს და მე ამის გამო გახდა სხვადასხვა ტიპის ხალხი არის ოპოზიციაში, ზოგი თავის მიამიტობით, ზოგი თავისი ბოროტებით შეიძლება რაღაცებს აკეთებენ და რაღაცებს ვერ იაზრებენ. ვიღაცას მართლა შეიძლება გულუბრყვილოდ გონია, როგორც ქალბატონ ხათუნას, რომ ჩვენ ოდესაც შეხვედრა ქონდა ბატონ ბორელთან და იცით რომ ყველა ფრაქცია იყო იქ წარმოდგენილი, ვიყავით მათ შორის მე და უმრავლესობიდანაც რამდენიმე ადამიანი, რომ საუბრობდით, ქალბატონ ხათუნა მოითხოვა სიტყვა და მისი სიტყვა იყო შემდეგი. ამ ყველაფრის შემდეგ როცა ჩვენ ვამბობდით რომ აბა კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნის თუ არ გვეკუთვნის, მისი სიტყვა იყო რომ საქართველოს არ გაუმართლა, რომ ასეთ მომენტში ყავს ასეთი ცუდი ხელისუფლება. აი გვერდზევს ხედავთ ჩვენ სულ ყველა. ასეთი ცუდი ხელისუფლება. აი ესეთ ცუდ გარემოში რომ ვართ, მაგრამ გთხოვთ მოგვეცით კანდიდატის სტატუსი. აი ახლა ამას თუ ვინმე ფიქრობს რომ სერიოზულ ადამიანს შეუძლია დაიჯეროს. ის რომ ხელისუფლების კრიტიკა იყო ეს ხელისუფლებისადმი მიმართული და არა სტატუსისადმი. უყურეთ აი ის ვინც ამას ფიქრობს, მაშინ იმას გონია რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ მისი თაგორის და მინდორველების გამო, ჩვენი ხაჭაპურის და ხინკლის გამო. ასე ხომ არ არის, არა? სტატუსი ეძლევა ქვეყანას სახელმწიფოს. სახელმწიფო არის მისი ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხს. და რა თქმა უნდა, ფასდება ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები. და თუ სახელმწიფო ინსტიტუტები, ანუ ხელისუფლების მმართველობის ინსტიტუტები არ ვარგა და ასეთი უბედურება არის, როგორც მან თქვა, რომ არ გაგვიმართლა. საქართველოს ხალხს რო არ გაუმართლა თან ქართული ხალხის სახელით საუბრობს, რომ ასეთი ისტორია, ასეთი ცუდი ხელისუფლება ყავს. არ ვიცი ხა მე მეორე მხარეს რო ადამიანი არის, იმან როგორ უნდა თქვას, რომ ამის შემდეგ დადებითი შეფასება შეიძლება მისცეს ქვეყანას. ამიტომ ყველა, აბსოლუტურად ყველა პასიურად თუ აქტიურად იყო ამაში ჩართული. კარგით, რა ხდება ეხლა? ანუ თქვენ საუბრობდით რომ იყო ეს ხელისშემშლელი, ოპოზიცია საუბრობს რომ ხელისუფლებას არ სურდა სტატუსი, ეს ურთიერთბრალდებები. მოდით გადავდოთ ცოტა ხანი, იმიტომ რომ ახლოვდება უკვე სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება და გაჩნდა უფრო პოზიტიური მოლოდინები. თითქოს ასე აღიქმება თქვენივე განცხადებებიდან. მუდმივად გვესმოდა რომ რეკომენდაციების შესრულება ერთია და მეორეა პოლიტიკური გადაწყვეტილება. რადგან ეს პოზიტიურ სიგნალებზეა საუბარი, შეგიძლიათ თქვათ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაც პოზიტიურისკენ შეიცვალა? ანუ რამ მოიწვია ეს უფრო მოლოდინი კარგი შედეგის ვიდრე ვთქვათ ადრე იყოს უსაუბარი რომ სავარაუდოდ ვერ მიიღებს საქართველოს სტატუსს და უფრო პესიმისტური იყო პროგნოზები. უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ თემა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ შარშან ივნისში საქართველოს დაიჩალა. ჩვენ შარშან ივნისში გვეკუთვნოდა ყველა პარამეტრით გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. შედარებაც კი არ იყო არც მაშინ,
არც დღეს ჩვენსა და უკრაინას, ჩვენსა და მოლდოვას და შემდეგ ჩვენსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის. შედარებაც კი არ არის. აი იღეთ ნებისმიერი პარამეტრი, ნებისმიერი კრიტერიუმი, ნებისმიერი რეიტინგი საქართველოს არის ლიდერი, იყო მაშინაც და რჩება დღესაც ლიდერი. ამიტომ ის გადაწყვეტილება იყო რა თქმა უნდა უსამართლო. და ჩვენ ქართულმა ხალხმა მსხვათ შორის ეს ძალიან კარგად გაიაზრა ეს უსამართლობა რომ იყო და თავისთავად ეს ევროკავშირის ფიქრობ რომ ამასაც რეალისტურად შეხედა. ვიზიტზეც იყავით ახლა ბოლო პერიოდში. იცი რატო გეკითხებით, მათი მხრიდან რა გზავნილები წამოვიდა, რომ თქვა ეს პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა. პირველი არის ის რომ მას შემდეგ, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა და ქონდა ვიზიტები, თავარი რამაც მიიქცია ყურადღება, როდესაც ქონდა საუბარი და მათ შორის მე ვეკითხებოდი, რა იყო მიზეზი კანდიდატის სტატუსის წარმოცების, პასუხი იყო ხოლმე სხვადასხვა. მაგალითად უთქვამთ რომ ხო ხდებით ეს იმიტომ რომ სანქციები არ დაუწესეთ რუსეთს. ვეკითხეთ კი მაგრამ მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები რუსეთთან. ან სხვა მეორე სიტყვოდან მესამე სიტყვოდან. აქ ჩანდა რომ არ იყო ერთიანი პოზიცია. თქვენი არგუმენტები განემარტა თქვენს პარტნიორებს. აი ეს შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მუდმივად იყო საუბარი ოპოზიცია აწვის ინფორმაციას, რაღაც ინფორმაცია აკლია დასავლეთს, რომ ოპონენტები რაღაცას ცუდ განცხადებებს აკეთებენ და სულ იყო ხოლმე ჩემი მხრიდან ისმებოდა კითხვა რომ თქვენ რატო არ აწვდით თქვენს არგუმენტებს თუ ოპოზიცია უყვება პირობითად, ხო? და ამიტომ ეს შეიცვალა, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცები გაიგეს პარტნიორებს. ერთი რომ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ შეხედეს და გაანალიზეს და შეადარეს კიდე ქვეყნები, ვფიქრობ ერთმანეთს და ნუ კიდევ ერთხელ ნახოთ რა იქნება გადაწყვეტილება, მაგრამ მოლოდინი მაინც პოზიტიური გვაქვს. აქედან გამომდინარე, მეორე ნახეს მათ შორის ჩვენი მუშაობა იმ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და აქ რომ დიდი აჟიოტაჟი იყო, რომ მარტო 3 შევასრულეთ, უკრაინამ რამდენი შეასრულა და მოლდოვამ. იქაც 2 და 1 რეკომენდაცია შესრულებული. ეს არ არის ისე, რომ 12-ვე უნდა დაიხუროს, ხო? მაგ საუბარი არის დინამიკაზე, მათ შორის არის საკითხები ჩვენთანაც უკრაინაში და მოლდოვაშიც, რომელიც ვერ ჩაიხურება ეს წელს. ეს არის საკითხები, რომელიც დინამიკაში უნდა იყოს კიდე დაკურვებული, მაგალითად ანტიკორუფციული პოლიტიკა და ასე შემდეგ. ეს ხომ არ არის ერთჯერადი მოქმედების აქტი, ხო? ამას უნდა დააკვირდეს ევროკომისია და მათ შორის შეაფასოს დინამიკაში. ფიქრობ, რომ შეაფასეს მათ შორის ჩვენს მიერ თქვი კიდევაც 80-ზე მეტი კანონი მივიღეთ და ბოლოს სხვათა შორის ბოლო 2 თვე ინტენსიურად მუშაობდით ევროკომისიასა და დღესაც დღეს ზუსტად დღესაც გქონდა კომუნიკაცია ევროკომისიასთან ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ერთ-ერთ რეკომენდაციას და მათ შორის მაუწყებლობის კანონთან დაკავშირებითაც გახსოვთ დიდი აჟიოტაჟი იყო, ვისი მოთხოვნა იყო თუ არ იყო. ბოლოს ევროკავშირის საქმეა განმარტა ეს ყველაფერი, რომ ეს იყო მათთან კომუნიკაციის და მთლიან შეესაბამება სტანდარტებს. ასე რომ ხედავენ ჩვენს მუშაობას, ხედავენ ოპოზიციის დამოკიდებულებას საკითხის მიმართ და მე იმედი მაქვს, რომ ეს შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების მოქმედება შესაბამისად შეფასდება და რეკომენდაციაც იქნება დადებული. რადგან მაუწყებლის კანონი ახსენეთ, მხოლოდ ერთი კითხვა მინდა რომ რაღაც განმარტება მინდა მოვისმინო, რას შეცვლის მედიისთვის ეს კანონი? იმიტომ გარდა ოპონენტებისა მედიის მხრიდანაც იყო აღქმული, რომ ეს შეიძლება გახდეს რაღაც ზეწოლის, ცენზურის და ამის ასე შემდეგ საშუალება. და მთავარი კითხვა ყველას აქვს აღსრულებაზე. ანუ ვინ განსაზღვრავს? იყო თუ არა სიძულული სენა გამოყენებული, იყო თუ არა რაღაც ტერორისტთან ის რაბუხლიც შევიდა, ხო, რაც გახდა უფრო, ასე ვთქვათ, კაცრი და კონტროლქვეშ მაუწყებლების მხრიდან. ვინ გააკონტროლებს და ვინ განსაზღვრავს ამას, ბატონო შალომბრო? ეს ბადებს ამ კითხვას, რომ ვიხილეთ, რომ ელჩმა მოიწონა, რომ მათი რეკომენდაციები გათვალისწინებულია, თუმცა მედიაში მაინც დარჩა ეს კითხვა. რა შეცვლის, რას ცვლის საგზაო მოძრაობის წესები საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის? ცვლის იმას, რომ არსებობს წესები და ოდესაც წესებს არ ემორჩილები, არსებობს გარკვეული სანქციები ამასთან დაკავშირებით. ხო, მაგრამ ეს გვარი სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და ამ წესებს შორის ეს არის საგზაო მოძრაობაში, რომ ყველაფერი არ არის აკრძალული. და ევროკავშირის სწორედ მოთხოვნა სწორედ ეს იყო, მათ შორის იმით რომ გქონდეს ჩვენ წვდომა გარკვეულ ფონდებზე, მოთხოვნა არის, რომ არსებობს გარკვეული წითელი ზღვარი, მაგალითად, ეს არის ტერორიზმისკენ მოწოდება, ეს არის სიძულვის ენა, ეს არის არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა და მათთვის ისეთი კონტენტის არ მიწოდება, რომელიც მათი ასაკისთვის შეუფერებელი, ეს არის წითელი ხაზი. ეს არის სიჩქარის გადაწყვეტილება, ეს არის წითელი შუქნის ზანზე წითელი ხაზი. დიახ, და ამიტომაც საჭირო არის ამის რეგულირება. ჩვენ რა ქონდა მანამდე? არ იყო არანაირი შუქნიშნები, არ იყო არანაირი რეგულაცია, იყო ეგრეთ წოდებული თვითრეგულაცია, რომელსაც ყველა სინამდვილეში საუბრობდა, რომ ეს არ მუშაობდა და ყველა მიცის, რომ ეს არ მუშაობდა და ეს თქო ზუსტად ევროკავშირმა, რომ ეს არ მუშაობს თქვენთან,
საჭიროა რეგულაცია, ამიტომაც არსებობს ეს დირექტივა და მოითხოვეს პირდაპირ, რომ ყოფილიყო რეგულაციაში, რასაც მოყვა სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერი ექსპერტების ზოგის ვისი გამონათქვამები თითქოს სინამდვილეში ეს არ არის დირექტივის ნაწილი და დირექტივა გულისხმობს თვითრეგულირებას, თანარეგულირებას, ტერმინების გამოგონება ხდებოდა ევროკავშირმა ცხადად და მათ შორის ევროკავშირის ელჩმა ბოლოს დაუშვა წერტილი ამ დისკუსიას, როდესაც თქვა რომ მთლიანად ეს პროექტი მათ შორის უხამსობის ჩათვლით მთლიანად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. და ბატონო შალვა, ელჩზე საუბრობდით და ჩვენ გვახსოვს წინა ელჩის კრიტიკაც ევროკავშირის, ასევე გვახსოვს კელი დეგნანის მიმართ კრიტიკული განცხადებები და შეკითხვები და აი დღეს როდესაც ნაციონალური მოზრობის ნაწილი ამერიკაში იმყოფება, მათ აქვთ რაღაც შეხვედრები კონგრესში, სენატში და დღეს პეტრე ცისკარიშვილმა თქვა და მინდა მაინც კითხოთ, საქართველოს ხელისუფლება ხედავს თუ არა შეერთებულ შტატებს სტრატეგიულ პარტნიორად. სამწუხაროდ ეს შეკითხვა გაჩნდა ყველა კაბინეტსა და დერეფანში, როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში. ამ დროს ხედავთ, რომ ახალ ელჩთან თითქოს უკეთესი ურთიერთობის გადაწყვეტვა დაიწყო ურთიერთობის საელჩოსთან. რა ხდება პარტნიორებთან ურთიერთობაში? არსებობს რეალურად თქვა რაღაც სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი ტიპის შეკითხვები? სხვა ჩვენს ამ ჯგუფიდან ისიც ითქვა, რომ თითქოს მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში უთქვეს, რომ ხელისუფლება როცა შეიცვლება, აი მაშინო იქნება ვიზის შემსუბუქება და თავისუფალი ვაჭრობის შეთავაზება. ხო, ბაშაძე ბოკუჩავა ცისკარიშვილი. აი იქნებ დაასახელონ, ვინ არის ამერიკაში ესეთი ქართველი ხალხის ასეთი მოძულე, რომელიც ქართული ხალხისთვის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკავშირებს იმას თუ ხელისუფლებაში იქნება თუ არა ნაციონალური მოძრაობა. დაასახელონ სახელი და გვარი ადამიანის, მაინტერესებს ძალიან, ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც ქართულ ხალხს პირობად უყენებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლა იმისთვის, რომ კონდეს უფრო ჭიდრო ურთიერთობა და შესაძლებლობა მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებით ვიზის გარეშე, კონდეს თავისუფალი ვაჭრობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ტყუილ მართალი რაზეც ისინი ვაშინგტონის ჩვენ ხედავთ განაცხადა არ ისმება. ჩვენ ისედაც ხედავთ ხომ სოციალური ქსელებით არსებობს ალბათ ერთი 10 ეგრეთ წოდებული ექსპერტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალბათ ერთი 10 ევროკავშირი, 20-30 ადამიანი, რომელიც დღე-გამოშვებით ქართულ არხებზე ჩდებიან ხოლმე და თავის აზრებს მოახსენებენ ქართულ საზოგადოებას. ეს ნაციონალური მოძრაობის ლობი როგორ მუშაობს, ვიცით უკვე ხელშეკრულებების დონეზე, მათ შორის ბოლო რეპორტებში ვნახეთ, იქ ადამიანები, მათ შორის ყოფილი ელჩი ამერიკის საქართველოში, რომელიც იქ ნახსენები არის ლობისტების ანგარიში. ვნახეთ როგორ ხდება მედიაში სხვადასხვა სტატიის წინ წაწევა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეეხება. ეს ყველაფერი ვნახეთ, რომ როგორ მუშაობს ლობი მათი მხარდასაჭერად. რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენ თქვით კიდევ, ჩვენ ძალიან დიდი ახალი ელჩის პირობებში არის ეს მართლა რაღაც ერთგვარი გადატვირთვა? ძალიან დიდი იმედით უყურებთ ჩვენ ახალ ელჩს, მეც მქონდა მასთან შეხვედრა, ძალიან პოზიტიური და ვფიქრობ, რომ ისიც ძალიან მოწადინებული არის, რომ ის სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არის და პარტნიორობა იყოს ცხოვრებაშიც, პრაქტიკაშიც სრულად იყოს განხორციელებული. ეს არის ჩვენი мотиваცია და მიხარია რომ ამერიკის ელჩის мотиваციაც სწორედ ეს არის. რაც შეეხება ზოგიერთ ცუდ გამოცდილებას, ეხლაც ამ დღეებში ხედავთ ჩვენ სკანდალებს ზოგიერთ ფონდებთან დაკავშირებით, რომლის ფულებით ხედავთ რომ იხარჯება უმისამართოდ და ჩვენ გახსოვთ რომ საუბრობთ აი სუსის გამოძიება რა მიმართულებით და გახსოვთ ჩვენ რომ საუბრობდით, როდესაც ასე ვთქვათ მარჩი ინიციატივა იყო უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა აბსოლუტური ასე ვთქვათ ინფორმაციული შტურმი უკანონს გულისხმობთ მაშინ დიახ, სწორედ ეს იყო თავარი მოტივი, მათ შორის დეზინფორმაციული შტურმი, რომელიც საქართველოსზე მოხდა, ქართულ ხალხს დააჯერეს, რომ ამერიკაში მოქმედებს რუსული კანონი. აი აქამდე იმუშავა პროპაგანდამ ქართულმა და უცხოურმა, რომ ქართულ ხალხს დააჯერეს, ხალხს რა, ანუ ნაწილს დააჯერეს. მაშინ ელჩი ამბობდა თავად, რომ ამ კანონს არანაირი კავშირი არ ქონდა ამერიკულ ფარასკანონთან. ძალიან არასწორ ამას ამბობდა, იმიტომ იყო პირდაპირ ასლი ამერიკული კანონის. და ესეც სამწუხარო შემთხვევა იყო, რომ ასეთ კომენტარები, მაგრამ მე ისიც გვამინდა, რომ მაშინ იყო საუბარი, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი ჩანს, ხო აღმოჩნდა ეხლა, რომ თურმე დამალულია ეს ყველაფერი. ხო აღმოჩნდა, რომ ჯარიმების ფულს რო იხდიდნენ, არც კი ამხელდნენ, რომ თურმე ევროპის დემოკრატიის ფონდი იხდის ამას და აჩუმათებდნენ. ხო აღმოჩნდა, რომ რაღაც ტრენინგები სხვა საფარქვეშ კეთდებოდა, ასე თქვა და ნუ შემდეგ ეს განცხადება, რომელიც არასერიოზული იყო აბსოლუტურად USAID-ის მხრიდან, თითქოს ეს იყო რაღაც
ავიცი მშობლების, ავიცი ონკოლოგიური ტრენინგი და ასე შემდეგ და ნუ ხედავდი ჩვენ რაზე იყო ხელისუფლების ჩამოშლაზე როცა იყო საუბარი. ბოდიშვიხთ, იმიტომ რომ ბოლო კითხვაც მინდა ერთი მოვასწრო და ვიკითხო, მაინტერესებს რატომ გადაიდო ვეტოს დაძლევა, როდესაც ამბობდა მართველი გუნდი რომ დაძლევდა პრეზიდენტის ვეტოს მანიფესტაციებისა და შეკრების შესახებ კანონში ცვლილებებს გულისხმობ, უფრო სწორედ მოვისმინე ფრაქციის თავმჯდომარის განცხადება, რომ აღარ არის კარვები, იმიტომ რომ სტატუსზე გაჩნდა პოზიტიური მოლოდინებიო, მაგრამ ანუ რეალურად თუ კი სტატუსს მიიღებს ქვეყანა, შესაძლოა ითქვას, რომ აღარ ელოდებით აქციებს, აღარ ელოდებით გამოსვლებს, სხვა თემაზე, ეს პირდაპირ სტატუსთან კავშირში იყო ის გამოძიებაც, თქვა სუსის, სადაც ტექსტში პირდაპირ ვკითხულობდით, რომ ოქტომბერ-დეკემბერში იყო ეს, პირდაპირ იყო ნათქვამი პრინციპში, რომ სტატუსთან მიმართებაში იყო დაგეგმილი და თუ კი სტატუსს მიიღებს ქვეყანა, ანუ პოლიტიკურად უფრო მშვიდ გარემოს ელოდებით ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირში იყო სტატუსის საკითხად, შარშან ივნისში აბა რა მოხდა? შეამზადეს მდგომარეობა, ერთი რომ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ სტატუსი არ მოენიჭებინა ჩვენთვის, სტატიებს წერდნენ, მაშინაც ზუსტად ასე დადიოდნენ სხვადასხვა კაბინეტებში, სტატუსი არ მოენიჭებდა, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმ მომენტში აქცია ჩაატარეს, იმ მომენტშივე დაიწყეს აქციების ჩატარება და ასე ვთქვათ, გვემუქრებოდნენ, რომ წალეკავდნენ ხელისუფლებას. ზუსტად იგივე სცენარი მუშავდება, ასე ვთქვათ, ახლაც. და სწორედ მათ შორის კანონპროექტის განმარტებით ბარათშივე გვეწერა ჩვენ ეს იყო ჩვენ ამ ხრივაც გულწრფელები ვიყავით გვეწერა რომ სწორედ აი ამ მიგნებებიდან გამომდინარე რომელიც გამოძიებას ჰქონდა და იმ რისკებიდან გამომდინარე რომელიც იყო დაკავშირებული ჩვენ დაჩქარებული წესით მივიღეთ მაშინ ეს ცვლილება ეს რისკები ჩანს რომ ცოტა ილევა მათ შორის ხედავთ რომ ოპოზიცია ძალიან გულდაწყვეტილი არის იმიტომ რომ ხედავს რომ არის პოზიტიური დინამიკა იმისთვის რომ მოგცენ კანდიდატის სტატუსი ხვდებიან რომ მარცხდებიან მათი გემი იძირება ისინი წელიწად ნახევარი ცდილობდნენ ყველანაირად ტორპედირებას ამ პროცესის რომ რაიმენაირად დაეზიანებინათ ეს პროცესი და ხედავენ რომ ეს გემი იძირება. სხვათა შორის დღეს თუ არ ვცდები ზუსტად ნაციონალურ მოძრაობამ აღიარა კიდევაც რომ ამაზე საუბრები აქვს. როდის იყო სტატუსი არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ. ამაზე წარმოგიდგენია ჩვენ გვყავს საქართველოში ქართველი ხალხი, მოქალაქეები ჩვენი, პოლიტიკოსები, ხელისუფლებაში იყვნენ ეს ადამიანები, ჩვენ ქვეყანას მართავდნენ ეს ხალხი. და წარმოგიდგენიათ ასეთი საუბრები აქვს რომ საკუთარ ქვეყანაზე, სამშობლოზე ფიქრობენ, ელაპარაკებიან უცხოელებს და ეუბნებიან რომ იცით რა მუდით რა ჯერ ნუ მოგცემთ, ჯერ ნუ წაგწევთ წინ, ჯერ მე მოვიდე ხელისუფლებაში და მე გააკეთეთ ეს. ასეთი როგორ შეიძლება ასეთი არათუ არაპატრიოტი, არამედ ბოროტი იყო საკუთარი ხალხის მიმართ, რომ საკუთარი პოლიტიკური რაღაც ქულებისთვის ასე გინდოდეს რომ დაჩაგრო შენი ქვეყანა დაჩაგრო სხვამ. სამწუხაროდ ჩარშან ივნისში ამას მიაღწიეს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ წელს ამას ვერ მიაღწევენ. ანუ შესაძლოა რომ ვეტოს დაძლევას სულ გადაიდოს. ზოგადად ვფიქრობ რომ ეს საკითხი მოსაწესრიგებელია, იმიტომ რომ პრაქტიკაშიც არის ხოლმე, იცით ყოველთვის არის ასე ვთქვათ ამაზე დავა, როდესაც კარვების გაშლა ან დადგმა ხდება, აქვს უფლება თუ არ აქვს უფლება, რაღაც მომენტში არ აძლევენ საშუალებას, რაღაც მომენტში აძლევენ საშუალებას. ამიტომ ამის მოწესრიგება ვფიქრობ მნიშვნელოვანი არის, მაგრამ რაც შეეხება თავად ამ სტატუსის საკითხს, ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით შეფასებას, 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, ჩვენ აღნიშნავთ ილიაობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეები, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა და საიდანაც ჩვენ მათ შორის თანამედროვე ევროპულობის ასე ვთქვათ გაგება გვაქვს, ქართული ევროპულობის გაგება გვაქვს, მე იმედი მაქვს, რომ 8 ნოემბერს ეს შრომა დაფასდება და გვექნება შესაბამისი პოზიტიური შეფასება. დიდი მადლობა. შალო პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს და გადაცემის ბოლოს ჩვენ ახლა მე დავემშვიდობებ ბატონ შალვას და გადაცემის ბოლოს ჩავთავთ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც უკვე 8 თვეა თითქმის ამ